ევროპაში იმართება შეხვედრები, ზელენსკიც ესწრება, ევროპული ლიდერები მართავენ შეხვედრებს. Რა თქმა უნდა, იქაც უნდა მოხდეს ეს ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, მოხდება, იმიტომ რომ გამოიღვიძა ევროპამაც. და ჩვენ ალბათ აი ამ ცვლილებების ფონზე მოგვიწევს გარკვეული ვექტორის ცვლილებებიც. ახლა თქვენ ალბათ იცით რომ როდესაც ბაიდენი იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერები, რომლებიც ასე თუ ისე მაინც იცვლებოდნენ, იკავებდნენ თავს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ვიზიტებისაგან. ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო და ბოლო პერიოდში ვხედავთ რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ცვლილებები არის. ჩვენი ქვეყნის პრემიერი კობახიძე იმყოფებოდა უზბეკეთში, თურქმენეთში და მინდა რომ აი ამ ვიზიტების შესახებაც გავამახვილოთ ყურადღება და მოვისმინოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიზიტებს მართავს. კობახიძე პირველი ვიზიტით უზბეკეთს ეწვია და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შეხვდა. უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში. ნამდვილად შთამბეჭდავია თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით. შემდგომი ოფიციალური ვიზიტით კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. გვექნება საუბარი რა თქმა უნდა თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე, პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება არის მნიშვნელოვანი. დიახ, მეგობრებო, აი თურქმენეთში ვიზიტი უკვე დაიწყო ჩვენი პრემიერისა, ამის შესახებაც ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა და ამას შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რის შემდეგაც დარგობრივი უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებიც გაფორმდება. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ეს შევთხოვით არ ხდება, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით რომ მანამდე იყო შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყო ჩვენ პრემიერს ყაზახეთის პრეზიდენტმა, უზბეკეთი, თურქმენეთი და შორს არ არის ის დრო, როდესაც ვიზიტი შედგება მოსკოვში. დიახ, მოსკოვში შედგება ვიზიტი, ვინმეს უნდა თუ არ უნდა, ეს ესე მოხდება. როდესაც ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ტრამპი ჩავა მოსკოვში, როდესაც პოლიტიკა უკვე ხედავთ რომ შეცვლილია რუსეთის მიმართ, გარდაუვალია რომ საქართველოს ხელისუფლებად შეცვლის თავის გეოპოლიტიკურ მიდგომებს და ეს არის ხვალინდელი დღე. დასრულდება ის გარკვეული მიდგომები, რომელიც ქონდა ჩვენ, რომ ვაიმე იქ არავის არ ეწყინოს, ვაიმე იქ არ დაგტუქსონ, ვაიმე ყური არ აგვიწიონ, ეს ყველაფერი დასრულდება. აი თქვენ თვითონ ნახეთ როგორ მალე მოხდება ეს ყველაფერი და მე მახსენდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომლის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად შეიძლება ვიღაცას არ მოსწონს, ეხლა ვისაც არ მოსწონს, კიდე ცივი წყალი დალიოს, ერთი რამე არის, სწორედ აი ამ გათვლილმა ნაბიჯებმა, აი ამ სწორმა აქცენტებმა მიგვიყვანა ჩვენ რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა. ჩვენ რომ რაღაცნაირად ცოტათი სხვა მიმართულებით წავსულიყავით, დღეს საქართველოში ხელისუფლება იქნებოდა შეცვლილი და ქვეყანა იქნებოდა დაღუპული, მეგობრებო. და მე ვიხსენებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომელიც არის მართლაც აი გარკვეულწილად საკმაოდ ნიშანდობლივი და აი ახლა რო გადახედავ მის ამ სიტყვებს, კიდევ ერთხელ წმუნდები რომ რა დიდი სიბრძნე გამოიჩინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ჩვენ ქვეყანას ააცილა ომი და სწორედ ისე წარმართა პოლიტიკა, რომ აი მართლაც სამშვიდობოს გავსულიყავით, ისე რომ თავში აგური არ მოგხვედროდა და როგორც ქვევია ხოლმე ყუდანგროებში არ მოყოლილიყო ჩვენი ქვეყანა. ყველაფერი უკან დაგვრჩება თუ საქართველოს მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისი ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, თავარი ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ. საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დაუშვათ. ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება. აი ეს ითქვა და ამას გამოუჩნდა მახსოვს მაშინ ბევრი ოპონენტი და
ხო ხედავთ რაც ითქვა ყველაფერი ხდება ომი დასრულდებაო მშვიდობა იქნება რომ ამის შემდგომ როდესაც ჩვენ გავალთ და თავარია გავძლოთ და გავძელით მეგობრებო ძალიან ძნელი იყო ამის გაძლება ორი თვე ქუჩაში ეს ნაძირლები სახელმწიფო გადატრიალებას რო აწყობდნენ ორი თვე როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ თითოეულ ჩვენთაგანს როდესაც მოღალატებს პრორუსებს გვეძახდნენ ოლეოლას ყიროდნენ მალე მოგიწევდე ოლეოლას ძახილი იმაში ზონაზე ქსანში მოგიწევდე გდანში აი მოლაოლეს ძახილი თქვენ და ბევრმა მიიღეთ კიდევაც საკადრისი პასუხი ამ ოლეოლას გამო და ჩვენ ვითმინეთ ეს ყველაფერი პოლიციელებმა ითმინეს ძალოვანმა უწყებებმა როდესაც აფურთხებდნენ მოსამართლეებს შეურაცხყოფდნენ მოსამართლეებს პოლიციელებს დღეს გამოდის დასავლეთ აი საფრანგეთის უსირცხვილო ელჩი ჩაბძანდა ბათუმში და მზია ამაღლობელის პროცესზე ესწრებოდა ეს არ არის თუ არა მეგობრებო უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა და სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს რომელსაც სილა გააწდა იმას პოლიცია საფრანგეთში რომ ვინმე პოლიცია სილა გააწნას გააციმბირებენ ალბათ და არ ვიცი მე სამუდამო მოიკვეთება ის ადამიანი ჟურნალისტიკიდან და ეს ნაძირლები გამოდიან და ესე იგი ჟურნალისტი რომელიც არავინ არ იცოდა და მხოლოდ გახდა ცნობილი იმით რომ პოლიცია სილა უთავაზა აი ბათუმის პოლიციის უფროს ესე იგი თურმე ეს არის გმირი ხარ თუ კი მამას დაჭრი უკანალში გმირი ხარ თუ პოლიციას ესე იგი სილას გააწნი გმირი ხარ თუ მოლოტოვის კოქტეილს ესვრი იმ გრიგორიადისის არ იყოს აი ესეთი გმირები დაგვისახა დასავლეთმა და გმირი ვინც არის ლაშა ტალახაძე ბექაური ამათ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ ნამდვილ გმირებს და ტალახაძე ჩვენი გმირი ჩვენი მართლაც არ ვიცი ვარსკვლავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კაცი რომელმაც საქართველოს აწია უმაღლეს დონეზე აი ეს კაცი დაასანქცირეს იმ ბალტიისპირა ქვეყნებმა გესმით თქვენ რის გამო იმის გამო რომ ესე იგი უკანონობას წინ აღუდექით ჩვენ გესმით თქვენ აი რა საერთოდ არ ვიცი ახ ხშირად როდესაც ამ ადამიანებს უსმენ ამათი ქმედებებში ლოგიკა რომ არ არის ეს გასაგებია კი ბატონო მაგრამ მე ერთი რამე მიკვირს რომ როგორ შეიძლება აი ამდენი აი ამ ასეთი დაწოლის ზეწოლის შემდგომ მართლაც ქვეყანა გადარჩენილიყო აი სასწაული შევძელი ჩვენ მეგობრებო თქვენ ეხლა ვერ უკვირდებით რომ როდესაც მთელი ფაქტობრივად მილიარდობით დოლარი მოდიოდა აქ რო გადაანაწილო მართლაც მილიარდობით დოლარი მოდიოდა აი 6 მილიარდი დავხარჯეთო რო თქვა ამერიკის ამათზე მოდიოდა მილიარდობით დოლარი მოდიოდა რომ ქართველი გადაეგვარებინათ ეხლა ნაწილობრივ შეასრულეს ეხლა ახალგაზრდობა რა დღეშია ხედავთ და ჩვენ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია რომ ახალგაზრდები ჩადნენ კვლავ ქვეყნის ფერხულში მაგრამ მილიარდობით 6 მილიარდი დავახმარეთ საქართველოს 6 მილიარდი რაში წამოვიდა ეკლესიის დარტყმაზე ეკლესიის განადგურებაზე ახალგაზრდობის განადგურებაზე მსოფლმხედველობის შეცვლაზე აი იმაზე წამოვიდა და მაინც ვერ შეძლეს ვერ გაგვტეხეს საქართველოს გაიმარჯვა მეგობრებო იმიტომ რომ ჩვენ ეხლა აი ეს რაც ეხლა ხდება ტრამპიზმი ეს ამერიკის შეცვლა ამერიკის მიერ პოლიტიკა ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ ეხლა განათლების სფეროს არასდროს არ მოვეშვები თუ განათლების სამინისტრო გაანადგურა ტრამპმა ჩვენც უნდა გავანადგუროთ ეს განათლების სამინისტრო და ახალი განათლების სამინისტრო უნდა შევქნა ჩვენ უნდა გავანთავისუფლოთ ჩვენ ესე იგი ჩვენი უწყებები ჩვენი ეს სასწავლებლები მე ხვალ ძალიან სკანდალური ინფორმაციას მოგაწვით განათლების სისტემასთან დაკავშირებით დამელოდეთ ხვალ არ მინდა დღეს ეხლა ამაზე საუბარი იმიტომ რომ ხვალ მექნება ამაზე შეთანხმებული ვარ რომ ხვალ უნდა გითხრათ ეს რაღაც ძალიან საინტერესო ამბავი წინასწარ არ მინდა გავასწრო მოვლენებ ანუ ჩვენთანაც უკვე გარკვეული ძვრები იქნება და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აი ეს ცვლილება ამერიკაში საჩვენოდ როგორც ისინი დაერივნენ ქვეყნის მოღალატეებს ჩვენც აქ უნდა სისხლი გაუშვოთ ამათ საქართველოს მოღალატეებს უნდა ეწვოდეთ მიწა რო დადიან იმიტომ რომ რაც მაგათმა ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს რაც მაგათმა ჩვენ ჩაგვაფურთხეს სულში აი ეს ყველაფერი ჩვენ უნდა 10 მაგათ ამოვიღოთ ოღონდ არა ძალადობის და უკანონობის ხარჯზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს სამართლებრივად ეხლა